ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება. საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი წელს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ტარდება. ქართველმა მონაწილეებმა ბზიკებმა გუშინ გენერალური რეპეტიცია გაიარეს, ისინი სცენაზე მე-6 ნომრად გამოვლენ. მარიკა შალიკაშვილი დეტალებით. ევროვიზია 2026-ის ქართველმა კონკურსანტებმა ბზიკებმა გუშინ გაიარეს გენერალური რეპეტიცია, რომელსაც აფასებდა 35 ქვეყნის ჟიური. თუმცა ჯერჯერობით ქულები ანონიმურია და უკვე დღეს შოუს შემდეგ დაჯამდება მაყურებლის ქულებთან 50-50-ზე. რაც შეეხება დღევანდელ დღეს არის პირველი ნახევარფინალი, რომელშიც ჯგუფი ბზიკები მე-6 ნომრად გამოვა შტატჰალეს სცენაზე. დღეს საზოგადოებრივ აუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ შოუს ტრანსლაციას, რომელიც თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ჯგუფი არის მზადყოფნაში, ამბობენ რომ გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო ღირსეულად წარადგინონ ევროვიზია 2026-ზე. დღეს არის ევროვიზიის პირველი ნახევარფინალი, წარსდგებით მე-6 ნომრად. ვემზადებით, ვართ ძალიან დიდი შემართებით. ჯერა რომ ღირსეულად გამოგვივა ყველაფერი და ღირსეულად წარვადგეთ ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებულები ვართ, რომ მაქსიმალურს დავდებთ სცენაზე. გვეკითხებიან ხომ არ ღელავთ, მაგრამ არ ღელავთ, რადგან დარწმუნებულები ვართ საკუთარ მზაობაში და იმაში, რომ კიდევ ერთხელ ვასახელებთ საქართველოს. ვემზადებით კონცერტის დაწყებისთვის. და ეხლა არის უმნიშვნელოვანესი პერიოდი იმისთვის, რომ მაყურებელი იყოს მობილიზებული, ჩვენი გულშემატკივრები, ყველა ის ქართველი, ვინც იმყოფება საზღვრებს გარეთ, უცხო ქვეყნებში, შეუძლიათ რომ მიცეს ჩვენ ქვეყანას ხმა და ეს არის ყველაზე მთავარი. პირველი რეპეტიცია ბზიკებმა გაიარეს. 23 საათზე კი დაიწყება პირდაპირ ეთერი ვენიდან, რომელიც რა თქმა უნდა გადაიცემა პირველი არხის ეთერში. დაველოდოთ რა იქნება შედეგები. ბზიკები არიან ძალიან კარგ განწყობაზე, თუმცა ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმ ხარდაჭერას, რაც ჩვენ უნდა მივიღოთ უცხოეთში მცხოვრები ქართველებისგან და მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ ყველას, რომ 22 საათსა და 25 წუთს ეს არის დრო, როდესაც ევროპის დროით დაიწყება ხმის მიცემა. უყურეთ თქვენი ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებლებს და მხარი დაუჭირეთ ბზიკებს და ჩვენს ქვეყანას. ევროვიზიის საიუბილეო კონკურსს, 70-ე კონკურსს მასპინძლობს ავსტრიის დედაქალაქი ვენა, შტატჰალეში, ძალიან ცნობილ დარბაზში გაიმართება შოუ. 12 მაისს არის პირველი ნახევარფინალური ტური. 14 მაისს არის მეორე ნახევარფინალი, ამის შედეგად უკვე გაირკვევა ფინალისტების ვინაობა და 16 მაისს გაიმართება ევროვიზია 2026-ის ფინალი.